მილიონერმა გადაწყვიტა მოულოდნელი ვიზიტი მიეღო თავის ქალიშვილის სახლში, რომელიც უცნაურად რამდენიმე თვეა დაკარგულია. შესვლისას მან იპოვა იგი იატაკზე მუხლებზე, ჩუმად ტიროდა და იატაკს ასუფთავებდა. მილიონერი სრულიად შოკირებული დარჩა, როდესაც აღმოაჩინა რა ხდებოდა იმ სახლში და რასაც შემდეგ გადაწყვიტა, გულისამაჩუყებელია. გიორგი ცხოვიძე, თბილისის ერთ-ერთი წარმატებული ბიზნესმენი, თავისი მერსედესის საჭეს ატრიალებდა მთაწმინდის მიმართულებით. ასე დიდი ხანი არ უნახავს თავისი ერთადერთი ქალიშვილი, თამარი, რომელიც 6 თვის წინ გათხოვდა და ქმართან, დათო მერაბიშვილთან ერთად დიდუბეში გადავიდა საცხოვრებლად. გიორგის გული უგრძნობდა, რომ რაღაც არ იყო კარგად. თამარი სულ უფრო იშვიათად რეკავდა, მისი ხმა ბოლო საუბრებში შეცვლილი ჩანდა, ნაკლებად მხიარული, თითქოს დამძიმებული. ალბათ უბრალოდ ახალ ცხოვრებას ეჩვევა, უთხრა გიორგის მეუღლემ მაიამ, მაგრამ მან იცოდა, რომ თამარი არასდროს ყოფილა ისეთი, ვინც მარტივად ეგუებოდა ცვლილებებს. პირიქით, ის ყოველთვის ენერგიული და პოზიტიური ადამიანი იყო. სწორედ ამიტომ შეიქმნა ასეთი წარმატებული ბლოგი ქალთა გაძლიერების შესახებ, რომელიც ათასობით ქალს ეხმარებოდა საკუთარი თავის რწმენის პოვნაში. გიორგიმ გადაწყვიტა, რომ დროა თამარს მოულოდნელად ესტუმროს. დღეს დათო სამსახურში უნდა ყოფილიყო, ახლა დანიშნული ბანკის მმართველის მოადგილე გახლდათ. როცა გიორგიმ თამარის სახლთან მიაღწია, შეამჩნია, რომ კარი ოდნავ ღია იყო. შევიდა და თამარი დაუძახა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. სანაცვლოდ სასტუმრო ოთახიდან ქვითინი მოესმა. ნელა წავიდა ხმის მიმართულებით და დაინახა, რომ სასტუმრო ოთახში ყველაფერი იდეალურად დალაგებული იყო, თითქოს მუზეუმი ყოფილიყოს. როდესაც აბაზანაში შეიხედა, საშინელი სანახავი დახვდა. თამარი, მისი ამაყი, თავდაჯერებული ქალიშვილი და ჩოქილი ჯაგრისით წმენდა იატაკს, თან თავის თავს საყვედურობდა. რატომ ვერ ვაკეთებ ამას სწორად? რატომ ვერაფერს ვაკეთებ სწორად? ჩურჩულებდა ცრემლიანი თვალებით თამარ. დაიძახა გიორგიმ, რის გამოც ქალიშვილი შეხდა. მამა. და რას აკეთებ აქ? ქალმა სწრაფად მოიწმინდა ცრემლები და წამოდგა, მაგრამ გიორგიმ უკვე დაინახა, რაც დაინახა. მისი ქალიშვილი, რომელსაც ყოველთვის ქორფა, ბრწყინავი სახე ჰქონდა, ახლა დაღლილი და გაფითრებული ჩანდა. მისი ხელები გაწითლებული იყო, როგორც ადამიანისა, რომელიც მთელი დღე მძიმე სამუშაოს ასრულებს. რა ხდება აქ, თამარ? რატომ ხარ ასე? არაფერი, მამა, ყველაფერი კარგადაა. უბრალოდ დათოს მოწესრიგებული სახლი უყვარს, მე კი. მე ცოტა დაუდევარი ვარ, იცი, გიორგიმ თავი გააქნია, არა, შენ არასდროს ყოფილხარ დაუდევარი. შენ ყოველთვის გქონდა შენი სტილი, მაგრამ ყველაფერს აკონტროლებდი. თამარ მატუჩები მოკუმა, თითქოს რაღაცის თქმას ცდილობდა, მაგრამ ვერ ახერხებდა. გიორგიმ ჯაგრისი აიღო მისი ხელიდან და გვერდით დაჯდომას თხოვა. რამდენიმე წუთის შემდეგ თამარი ალაპარაკდა. დათო მას არაფერს არ თმევდა, მაგრამ ყველაფერს აკონტროლებდა. ვისთან ურთიერთობდა, სად მიდიოდა, როგორ იცვამდა, რას ჭამდა. თამარის ბლოგი, რომელიც ოდესღაც მისი სიამაყე იყო, ახლა მიტოვებული ჰქონდა, რადგან დათოს აზრით, ის დროის ფლანგვა იყო და ოჯახზე ზრუნვა უფრო მნიშვნელოვანია. მას აქვს წესები. ბევრი წესი. და მე ყოველთვის ვარღვევ მათ. მე ვცდილობ, მამა, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებ სწორად. გიორგის სისხლი აუდუღდა, როდესაც თამარი ლაპარაკობდა. მისი ქალიშვილის ხმაში იყო რაღაც, რაც მას აშინებდა, დამარცხება. ამ ხმას ის არასდროს ელოდა თამარისგან, ქალისგან, რომელიც ყოველთვის თავის ტყუპის ცალს, ნიკას, ანუგეშებდა და ამხნევებდა, როდესაც ის სამსახურში რთულ პერიოდს გადიოდა. თამარი განაგრძობდა ლაპარაკს. როგორ დაიწყო ყველაფერი მცირე კრიტიკით, მისი სამზარეულოს დალაგების წესი, მისი ჩაცმულობა, მისი მეგობრები. მერე დათო ითხოვდა, რომ ფინანსები ერთად მართონ, მაგრამ სინამდვილეში მალევე მისი ანგარიშის კონტროლი აიღო ხელში. თამარს სამსახური არ ჰქონდა, რადგან დათომ თქვა, რომ მას არ სჭირდება მუშაობა, რადგან მას საკმარისად კარგი ანაზღაურება აქვს. ამრიგად, ყოველ თვეში თამარი დათოს უნდა სთხოვოს ფული ყველაფრისთვის, თუნდაც საკუთარი მშობლების მოსანახულებლად. რატომ არ მითხარი? კითხა გიორგიმ, ცდილობდა ხმაში ბრაზი არ გამოეხატა, რომელიც მის შიგნით გიზგიზებდა. თამარმა თვალები დახარა, მრცხვენოდა. მე უნდა გამომდიოდეს. ჩემი ბლოგი ამას ასწავლი და სხვა ქალებს ძლიერები იყვნენ, საკუთარი თავისთვის ედგათ. და აი, მე ვარ, ვერც კი ვახერხებ. გიორგიმ შეაწყვეტინა, არა, თამარ. ეს შენი ბრალი არ არის. მოძალადეები ყოველთვის პოულობენ გზას, რომ თავიანთი მსხვერპლი დაარწმუნონ, რომ ყველაფერი მათი ბრალია. სანამ თამარი რამეს უპასუხებდა, კარებზე გასაღების ხმა გაისმა.
გიორგი მიბრუნდა და დაინახა დათო, რომელიც კარებში იდგა, მაღალი, კარგად ჩაცმული, ძვირფასი საათით, გაოცებული მზერით. ბატონო გიორგი, რა სასიამოვნო მოულოდნელობაა. თამარ, რატომ არ მითხარი, რომ მამა შენი გვესტუმრებოდა? დათოს ხმა გარეგნულად მეგობრული იყო, მაგრამ გიორგიმ შენიშნა თვალებში ცივი ბზინვარება. ეს იმპულსური გადაწყვეტილება იყო, უპასუხა გიორგიმ, ქალიშვილის ხელი დაიჭირა და წამოაყენა და ვფიქრობ, დროა, თამარი ცოტა ხნით სახლში დაბრუნდეს. დათოს სახე ოდნავ დაიძაბა, სახლში? ეს მისი სახლია, ბატონო გიორგი. ის ჩემი ცოლია. და ის ჩემი ქალიშვილია, მშვიდად უპასუხა გიორგიმ, მაგრამ მის ხმაში მყარი გადაწყვეტილება იგრძნობოდა და მას დასვენება სჭირდება. ამას მე შევამჩნიე, როგორც მისმა მამამ. მან მხოლოდ უნდა ისწავლოს, როგორ იყოს კარგი დიასახლისი. ის მთელი ცხოვრება განებივრებული იყო, მაგრამ ახლა ნამდვილი ცხოვრების დროა, თქვა დათომ, ოდნავ ცინა, თითქოს ეს ყველაფერი ხუმრობა ყოფილიყოს. გიორგის ხელები მუშტებად შეიკრა, მაგრამ მან თავი შეიკავა. თამარ, მომზადე შენი ნივთები. ჩვენ მივდივართ. მას არაფერი სჭირდება, სწრაფად თქვა დათომ, უცებ მისი ხმა გაცილებით ნაკლებად მეგობრული გახდა. თქვენ ვერ წაიყვანთ ჩემს ცოლს ჩემი ნებართვის გარეშე. გიორგი ნელა მიუახლოვდა დათოს, ისე ახლოს, რომ მათ შორის მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრი იყო. დათო, მე ძალიან დიდხანს გაძლევდი შანსს, რადგან ჩემს ქალიშვილს უყვარხარ. მაგრამ მე ძალიან კარგად ვხედავ, რასაც აკეთებ. შენ არ ხარ პირველი კაცი, რომელიც ცდილობს გააკონტროლოს და დაიპყროს ქალი. მაგრამ შენ შეცდომა დაუშვი, როდესაც ჩემს ქალიშვილს დაადექი ამ გზაზე, და თუ არ შერხეულა, მხოლოდ გაიგიმა, ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენ ასე ფიქრობთ. მაგრამ თამარი არის ზრდასრული ქალი და მისი გადაწყვეტილებაა, სად ცხოვრობს. არა, თამარ, ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. თამარი იდგა, ხელები აკანკალებული ჰქონდა. ის მიხვდა, რომ ეს მომენტი იყო, გადამწყვეტი არჩევანი. ნელა ასწია თვალები და მამას შეხედა, შემდეგ დათოს. ღრმად ამოისუნთქა. მე წავალ მამასთან ერთად, თქვა მან ბოლოს, ხმა თითქმის წასულიყო, მაგრამ სიტყვები მაინც გაისმა. დათოს თვალები გაფართოვდა გაოცებისგან, შემდეგ კი მის სახეზე უცნაურმა ღიმილმა გაიარა, კარგი, წადი. როგორც გსურს. მაგრამ არ იფიქრო, რომ როდესაც დაინახავ, რომ ცხოვრება ისეთი მარტივი არ არის, როგორც გგონია, ჩემთან დაბრუნდები და ყველაფერი ისევ ნორმალურად იქნება. გიორგის უნდოდა კიდევ რაიმე ეთქვა, მაგრამ თამარმა მკლავზე ხელი მოუჭირა. გთხოვ, მამა, უბრალოდ წავიდეთ. გიორგი დაეთანხმა. თამარმა სწრაფად ჩაალაგა ძირითადი ნივთები ერთ ჩანთაში, ისიც დათოს თვალყურის ქვეშ, რომელიც დერეფანში იდგა ხელებგადაჯვარედინებული და აკვირდებოდა ყველაფერს. როდესაც ისინი გარეთ გამოვიდნენ, ავტომობილისკენ მიმავალ გზაზე, დათომ უკანიდან დაუძახა, ყველაფერი ეს ძალიან სამწუხარო შეცდომაა, თამარ. და ეს შეცდომა ძალიან ძვირი და გიჯდება, დამიჯერე. თამარმა შეხედა მამას, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. არაფრის შეგეშინდეს, ჩასჩურჩულა გიორგიმ, როდესაც მანქანაში ჩასხდნენ, ახლა ყველაფერი კარგად იქნება. მე ვარ შენს გვერდით, მანქანა დაიძრა და მალე დიდუბის ქუჩები მიატოვეს. თამარს თავი დაეხარა და ტიროდა, მაგრამ ამავდროულად გულში რაღაც სიმსუბუქეს გრძნობდა, თითქოს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პირველად თავისუფლად სუნთქავდა. გიორგის მდიდრულ სახლში მისვლისთანავე, თამარმა იგრძნო თავი ისე, როგორც ბავშვობაში, დაცულად. სახლის მოახლე, ნინო, რომელიც თამარის ბავშვობიდან მუშაობდა ოჯახში, ცრემლებით თვალებში მიიღო ის და მაშინვე თამარის საყვარელი კერძების მომზადება დაიწყო. სამზარეულოს ნაცნობი სურნელი, ნინოს დაბალი ღიღინი და ძველი დივანი, რომელზეც მამის მკლავებში მოკალათ და თამარს გულს უტბობდა. მაგრამ ბედნიერების მომენტი მალე ჩაანაცვლა ბრაზმა, როდესაც გიორგიმ თავის კაბინეტში დარეკა და პოლიციაში საჩივრის შეტანის შესახებ დაიწყო საუბარი. არა, მამა. წამოიძახა თამარმა და თითქმის ტელეფონისკენ გაიქცა, ეს ძალიან ამბიციურად ჟღერს. მე არ მინდა პოლიციის ჩარევა. გიორგიმ ტელეფონი დაფარა ხელით, თამარ რასაც ისაკეთებს არის დანაშაული. ეს არის ემოციური ძალადობა. შენი უფლებები. არა, თქვა თამარმა მტკიცედ, ეს ჩემი გადასაწყვეტია, მამა. მე არ მინდა ამის გაკეთება. მე მხოლოდ გინდა დავისვენო და გავიაზრო, რა ხდება. გიორგიმ ამოიოხრა და ტელეფონი დახურა. იგი არ ეთანხმებოდა, მაგრამ პატივს სცემდა ქალიშვილის გადაწყვეტილებას. ამის ნაცვლად მან სხვა ზარი განახორციელა, თავის ძველ მეგობარს და ადვოკატს, ლევან მამულაშვილს, რომელიც არ იყო უბრალო იურისტი. იგი სპეციალიზდებოდა ოჯახურ სამართალში და ხშირად მუშაობდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლებთან. ლევან, საქმე მაქვს შენთან. ჩემს ქალიშვილს დახმარება სჭირდება. ის
სიტუაცია რთულია, თამარი იჯდა და უსმენდა მამის საუბარს. მასში ორი ძლიერი გრძნობა იბრძოდა, შვება რომ ბოლოს თავი დააღწია ამ სიტუაციას და სირცხვილი, რომ ვერ შეძლო საკუთარი პრობლემების მოგვარება. ის იყო ქალი, რომელიც სხვებს ასწავლიდა, როგორ იცხოვრონ ძლიერ და დამოუკიდებელ ცხოვრებას, მაგრამ საკუთარ თავში ვერ პოულობდა ამ სიძლიერეს. იმავე საღამოს მაიას გიორგის მეუღლის დაბრუნების შემდეგ ოჯახმა საღამო თამართან ერთად გაატარა, მაგრამ დათოს ხსენებას ყველა ერიდებოდა. ისინი საუბრობდნენ ნიკაზე, თამარის ტყუპისცალზე, რომელიც ამჟამად პრაღაში მუშაობდა კომპანიაში და ვერ ესწრებოდა ამ ოჯახურ შეკრებას. ნიკა ყოველდღე რეკავდა სახლში, მაგრამ ისიც შეამჩნია, რომ თამარი უკანასკნელი თვეების განმავლობაში გაურკვეველი მიზეზებით ტელეფონზე არ პასუხობდა. ხვალ დაგირეკავს, თქვა მაიამ ვახშმისას, ის ძალიან შეწუხდება, როდესაც გაიგებს. არა. გააწყვეტინა თამარმა, ოდნავ ზედმეტად მკვეთრად, გთხოვთ, ნუ ეტყვით ნიკას ჯერ. მას ახლა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი აქვს და ჩემი ბრალით არ უნდა მოუვიდეს რაიმე. ზიანი, გიორგი და მაია ერთმანეთს შეხედეს. მათ იცოდნენ, თუ რამდენად ახლოს იყვნენ ტყუპები და თამარის სურვილი დაემალა მისი მდგომარეობა ძმისგან, მათში დამატებით შეშფოთებას იწვევდა, როგორც ქსურს, შვილო დასთანხმდა ბოლოს მაია, მაგრამ მისი თვალები გამოხატავდნენ შეშფოთებას. იმ ღამეს თამარი თავის ძველ ოთახში იცვა, მაგრამ ვერ იძინებდა. ის ტრიალებდა ლოგინში, ფიქრობდა, სწორად მოიქცა თუ არა. იქნებ დათოს მართლა უყვარდა ის, მხოლოდ არ იცოდა, როგორ გამოეხატა. იქნებ ის მართლაც ცუდი დიასახლისი იყო, ცუდი ცოლი. ეს ფიქრები სულს უმძიმებდნენ, სანამ მოსაწყენად არ იქცა. მეორე დილას თამარი ადრე გაიღვიძა და შეშინდა, რადგან თავდაპირველად ვერ იცნოს, სად იყო. შემდეგ, როდესაც ძველი ოთახის ნაცნობი დეტალები შეამჩნია, თავი მოიტყუა, თითქოს ყველაფერი, რაც მოხდა, ცუდი სიზმარი ყოფილიყოს. მაგრამ მერე აღმოაჩინა დათოს მიერ გაგზავნილი ათობით შეტყობინება, რომლებიც მერყეობდა საყვედურებსა და სიყვარულის ახსნას შორის, როგორ შეგეძლო ჩემთვის ამის გაკეთება და გეხვეწები, დაბრუნდი, მე შეცვლას ვპირდები. ცოტა ხნის შემდეგ მისი ტელეფონი ზარით ახმიანდა, დათო რეკავდა. თამარს გული აუჩქარდა. თითები ტელეფონისკენ წაიღო, მაგრამ შემდეგ შეჩერდა. ამ მომენტში მან გაიაზრა, რომ არ იცოდა რის თქმა უნდოდა დათოსთვის. იგრძნობოდა, თითქოს ჯერ კიდევ მის გავლენის ქვეშ იყო, თუნდაც დისტანციაზე. ამ ფიქრებმა ის შეაშინეს. ტელეფონი ბალიშის ქვეშ დამალა და საბანი თავზე გადაიხურა, თითქოს მცირე ბავშვივით, რომელსაც მონსტრებისგან თავის დაცვა სურდა. ლევანი, ადვოკატი, შუადღისით მოვიდა. მაღალი, მკაცრი გარეგნობის კაცი იყო, რომელიც ყოველთვის მოწესრიგებულად გამოიყურებოდა და მკვეთრად საუბრობდა. მაგრამ მისი თვალები თბილი და თანაგრძნობით სავსე იყო, როდესაც თამარს შეხედა. ისინი საათზე მეტხანს საუბრობდნენ გიორგის კაბინეტში, კარებ დახურული. როდესაც თამარი საუბრის შემდეგ გამოვიდა, მისი სახე ფერმკრთალი და დაღლილი იყო, მაგრამ რაღაც შინაგანი სიმშვიდე და გადაწყვეტილება ჩანდა მის თვალებში. როგორ ხარ? ჰკითხა მაიამ, როდესაც თამარი სამზარეულოში ჩაიზე შევიდა. არ ვიცი, გულწრფელად უპასუხა თამარმა, მე. ფიქრობ, ბევრი რამის გადაფასება მჭირდება. ლევანმა და გიორგი მოგვიანებით ახსნეს, რომ პირველი ნაბიჯი იქნებოდა თამარის ფინანსური დამოუკიდებლობის აღდგენა. მათ აღმოაჩინეს, რომ დათოს არ მიუცია თამარისთვის წვდომა მის ანგარიშებზე, მიუხედავად იმისა, რომ მათი ქორწინების დროს ერთობლივი ანგარიში გახსნეს. ლევანმა თქვა, რომ ეს მხოლოდ ერთი მაგალითია ფინანსური ძალადობისა, რომელსაც დათო ახორციელებდა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად, თქვა ლევანმა, და უნდა ვიყოთ მომზადებულები ნებისმიერი სცენარისთვის. დათო ადვილად არ დანებდება. თამარი შეშინდა ამ სიტყვების გაგონებაზე, მაგრამ გიორგიმ ხელი მოხვია მას, ჩვენ შენს გვერდით ვართ, თამარ. შენ აღარ ხარ მარტო ამ ბრძოლაში, საღამოს, როდესაც ოჯახი ისევ ერთად ვახშმობდა, კარზე ზარის ხმა გაისმა. ნინომ კარი გააღო და რამდენიმე წუთის შემდეგ სასტუმროში დაბრუნდა, ფერმკრთალი და შეშინებული სახით. ბატონო გიორგი, ბატონი დათო არის კართან. ის ამბობს, რომ თამართან უნდა საუბარი, გიორგი წამოდგა, მაგრამ თამარმა ხელით შეაჩერა. მე თვითონ ველაპარაკები მას. დარწმუნებული ხარ? ჰკითხა მაიამ, შეშფოთებული სახით. თამარმა თავი დაუქნია, მინდა დავინახო, როგორ მოიქცევა ჩემს მიმართ, როდესაც სხვების გავლენის ქვეშ არ ვარ. გიორგი არ ეთანხმებოდა, მაგრამ პატივს სცემდა ქალიშვილის გადაწყვეტილებას. კარგი, მაგრამ მე ვიქნები ახლოს, თუ დაგჭირდები. თამარი წავიდა კარებისკენ, ღრმა დამოისუნთქა და ზღურბლზე გადააბიჯა. დათო კარებთან იდგა, ვარდებით ხელში და სინანულით სავსე სახით. თამარ, საყვარელო.
მაპატიე დაიწყო მან, როგორც კი დაინახა ცოლი, მე ვიცი, რომ შეცდომები დავუშვი. მაგრამ მე მიყვარხარ. გთხოვ, დაბრუნდი სახლში, თამარი ერთი წუთით შეყოყმანდა. დათო ისეთი გულწრფელი ჩანდა. იქნებ მართლა ნანობდა? იქნებ შეძლებდა შეცვლას? მაგრამ მერე გაახსენდა ის უამრავი შეპირება, რომლებიც დათომ გასულ თვეებში დაარღვია. გაახსენდა ის შიში და დაბნეულობა, რომელსაც გრძნობდა, როდესაც დათო მისგან კმაყოფილი არ იყო. გაახსენდა, როგორ თანდათან დაკარგა საკუთარი თავი ამ ურთიერთობაში. არა, დათო, თქვა მან ბოლოს, ხმა ოდნავ კანკალებდა, მაგრამ გადაწყვეტილება მტკიცე იყო, მე არ დაუბრუნდები. ჩვენ უნდა ვისაუბროთ განქორწინებაზე, დათოს სახე მომენტალურად შეიცვალა. მისი თვალები გაციებულად იქცა, ღიმილი გაქრა. შენ ვერ გამეყრები. შენ ჩემი ხარ, თამარ. და თუ გგონია, რომ შენი მდიდარი მამა შეძლებს შენს დაცვას. კარგად დაფიქრდი. მე ვარ კაცი, რომელსაც შეუძლია ყველაფერი დაგაკარგვინოს, არა მხოლოდ შენ, არამედ შენს ოჯახსაც. ამ სიტყვების შემდეგ ის შემობრუნდა და წავიდა, დატოვა ვარდები, რომლებიც ძირს დაუგდო თამარს ფეხებთან. თამარი რამდენიმე წუთს იდგა გაშეშებული, შემდეგ ნელა დახურა კარები და ოჯახისთან დაბრუნდა, რომელიც მოუთმენლად ელოდა სასტუმროში. მისი მშობლების სახეებზე შეშფოთება ჩანდა, მაგრამ თამარმა მტკიცე ხმით თქვა, დათო მე მუქრება. მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვისთან გვაქვს საქმე. გიორგიმ თავი დაუქნია და თავის კაბინეტში გავიდა, როგორც ჩანს, კიდევ ერთი სატელეფონო ზარის განსახორციელებლად. როდესაც დაბრუნდა, თქვა, მე დავუკავშირდი ჩემს მეგობარს, დავით კობახიძეს. ის არის კერძო დეტექტივი და ახლავე დაიწყებს დათოს წარსულის გამოძიებას. თუ მას აქვს რაიმე დასამალი, დავითი იპოვნის ამას. ამ ღამეს თამარი ისე ვერ იძინებდა, მაგრამ ამჯერად მიზეზი განსხვავებული იყო. ის ფიქრობდა არა საკუთარ შეცდომებზე, არამედ იმაზე, თუ როგორ ვერ შეამჩნია დათოს ნამდვილი სახე უფრო ადრე. ნათელი გახდა, რომ ადამიანს, რომელსაც ეგონა, რომ იცნობდა და უყვარდა, სინამდვილეში არც ერთი გრძნობა არ ჰქონდა მის მიმართ, მხოლოდ სურვილი, გაიკონტროლებინა ის. ღამის სიჩუმეში მან გადაწყვიტა, რომ უკან დასახევი გზა აღარ აქვს. თამარ ცხოვიძე, რომელსაც ათასობით ქალი მიჰყვებოდა სოციალურ მედიაში და რომელიც ყველას ასწავლიდა, როგორ იყოს ძლიერი, ახლა თავად უნდა ყოფილიყო ძლიერი. ის იბრძოლებდა, არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ყველა იმ ქალისთვის, რომელიც მსგავს სიტუაციაში იყო ჩავარდნილი, მაგრამ არ ჰქონდა ოჯახის მხარდაჭერა ისე, როგორც მას. გათენებამდე ცოტა ხნით ადრე, მან ტელეფონი აიღო და დიდი ხნის განმავლობაში პირველად შევიდა თავის ბლოგზე. ახალი პოსტი დაიწყო, საყვარელო მკითხველებო, მაპატიეთ ჩემი ხანგრძლივი სიჩუმე. მე მინდა გულწრფელად გითხრათ, სად ვიყავი ბოლო თვეების განმავლობაში, ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც თამარი მშობლების სახლში დაბრუნდა. ამ პერიოდში ის თითქმის არ გამოდიოდა გარეთ, რადგან მუდმივად გრძნობდა, რომ დათო უთვალთვალებდა. ერთხელ, როდესაც მაიასთან ერთად სუპერმარკეტში წავიდა, მან შეამჩნია მამაკაცი, რომელიც თითქოს ფოტოებს უღებდა. როდესაც თამარმა მის მიმართულებით გაიხედა, მამაკაცი სწრაფად გაშორდა იქაურობას. ამ შემთხვევის შემდეგ თამარი უფრო ფრთხილი გახდა და მხოლოდ მამის ან ლევანის თანხლებით გადიოდა სახლიდან. დავით კობახიძე, კერძო დეტექტივი, რომელიც გიორგიმ დაიქირავა, მეთოდურად მუშაობდა დათოს წარსულის გამოძიებაზე. 2 დღის წინ ის პირველად ესტუმრა ცხოვიძეების სახლს, რათა მისი აღმოჩენების შესახებ პირადად მოეხსენებინა. ბატონო გიორგი, ქალბატონო თამარ, დაიწყო დავითმა, როდესაც ისინი კაბინეტში დასხდნენ, მე ვეცადე დეტალურად გამომეძიებინა ბატონი დათოს წარსული. და უნდა გითხრათ, რომ ბევრი საინტერესო რამ აღმოვაჩინე. დავითმა საქაღალდე გახსნა და რამდენიმე დოკუმენტი და ფოტო გადმოიღო. პირველ რიგში დათო მერაბიშვილი სულაც არ არის ბანკის მმართველის მოადგილე, როგორც თქვენ გითხრათ. დიახ, ის მუშაობს ბანკში, მაგრამ როგორც ჩვეულებრივი თანამშრომელი საკრედიტო განყოფილებაში. მისი ნამდვილი სახელფასო შემოსავალი საგრძნობლად ნაკლებია იმაზე, რასაც ის ამბობდა. თამარმა თვალები დაახამხამა გაოცებისგან, რა? მაგრამ ის ყოველთვის ისე საუბრობდა, თითქოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდა ბანკში. ის ხშირად მდიდარ კლიენტებზე ლაპარაკობდა, რომლებთანაც თითქოს ურთიერთობდა. ყველაფერი ტყუილი იყო, შეაწყვეტინა დავითმა, მეტიც, ის ადრე ნასამართლევია. 4 წლის წინ მას ბრალი წაუყენეს თაღლითობაში. თუმცა საქმე სასამართლომდე არ მისულა, რადგან დაზარალებულმა საჩივარი გაითხოვა. საინტერესოა, რომ დაზარალებული იყო ქალი, ელენე ზვიადაძე, რომელიც, როგორც ჩანს, დათოსთან რომანტიკულ ურთიერთობაში იყო. ელენე ზვიადაძე? ჩაიბუტბუტა თამარმა ეს სახელი მეცნობა. დათომ ერთხელ ახსენა ის.
თქვა, რომ ელენე იყო მისი ყოფილი შეყვარებული, რომელიც შეშლილი აღმოჩნდა და სცადა მისთვის ცხოვრების გაფუჭება. დავითმა მწარედ გაიღიმა, ეს ზუსტად ის არის, რასაც ის ამბობდა? საინტერესოა. ჩემი წყაროების თანახმად ელენე აცხადებდა, რომ დათომ მას ფული გამოსცალა მათი ურთიერთობის დროს და შემდეგ მიატოვა, როდესაც აღარაფერი დარჩა წასაღები. ელენეს ოჯახი საკმაოდ მდიდარია, მისი მამა მფლობელია სამშენებლო კომპანიისა. დათო, როგორც ჩანს, მიზანმიმართულად დაუახლოვდა მას. გიორგი წამოდგა და ოთახში ბოლტისცემა დაიწყო, ხელები ზურგს უკან გადაეჯვარებინა. ანუ თქვენ ამბობთ, რომ დათო არის რა, პროფესიონალი თაღლითი, რომელიც მდიდარი ოჯახების ქალიშვილებზე ნადირობს. ასე ჩანს, დაეთანხმა დავითი, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. დათოს აქვს ვალები, ბევრი ვალი. იგი ვალდებულია რამდენიმე სესხისგამცემი ორგანიზაციისათვის და როგორც ჩანს, ამ ვალების ნაწილი თამარის სახელზეა გაფორმებული. და წამოიძახა თამარმა, ეს შეუძლებელია. მე არასოდეს ხელი მომიწერია არანაირი სესხისთვის. შეიძლება შენ გახსოვს დოკუმენტები, რომლებზეც დათომ გთხოვა ხელის მოწერა? შესაძლოა მან გითხრა, რომ ეს იყო რაიმე სახის საბანკო ფორმალობა, ან შესაძლოა ინვესტიციისთვის საჭირო დოკუმენტაცია. ვკითხა დავითმა. თამარი გაფითრდა. მან გაახსენდა, როგორ ხშირად აწერინებდა დათო ხელს სხვადასხვა ქაღალდებზე, ძირითადად საბანკო დოკუმენტებზე, რომლებსაც იშვიათად კითხულობდა. ოჰ, ღმერთო! ეს შესაძლებელია. მაგრამ ის ყოველთვის ამბობდა, რომ ეს უბრალო ფორმალობა იყო, ან რომ ეს ჩვენი ერთობლივი ანგარიშისთვის იყო საჭირო. სამწუხაროდ ეს ძალიან გავრცელებული ტაქტიკაა მოძალადეებისთვის, აუხსნა დავითმა, ისინი იყენებენ ნდობას და მანიპულაციას, რათა თავიანთი მსხვერპლები გახდნენ ფინანსურად დამოკიდებული და მოწყვლადი. ეს არის კონტროლის ფორმა. გიორგი კედელზე მუშტი დაარტყა, ჩვენ უნდა გავაჩეროთ ეს. ჩვენ უნდა წავიდეთ პოლიციაში ახლავე. არა, მამა, თქვა თამარმა მტკიცედ, ჯერ უნდა გავიგოთ, რა ხდება სინამდვილეში. რამდენი ვალია ჩემს სახელზე? და როგორ შეგვიძლია ამის დამტკიცება, რომ მე არ ვიცოდი, რას ვაწერდი ხელს? დავითმა თავი დაუქნია, ეს სწორი მიდგომა, ქალბატონო თამარ. მე უკვე ვმუშაობ ამ საკითხზე. სამწუხაროდ ეს არც ისე იოლი იქნება. მაგრამ არის კიდევ ერთი რამ, რაც თქვენ უნდა იცოდეთ. დათო თქვენი მეგობრების შესახებაც გროვებს ინფორმაციას. ჩემი მეგობრების. რატომ? გაოცდა თამარი, კონტროლისთვის აუხსნა დავითმა, ის ეძებს ინფორმაციას, რომელიც შეიძლება გამოიყენოს თქვენ წინააღმდეგ. ან შესაძლოა ეძებს გზებს, რომ ზეწოლა მოახდინოს თქვენზე მეგობრების მეშვეობით. ეს საშინელებაა, ჩაილაპარაკა თამარმა, ჩემი მეგობრები ამაში არაფერ შუაშია. ეს ჩემი პრობლემაა. სამწუხაროდ ასეთი ადამიანებისთვის ყველაფერი იარაღია, თქვა დავითმა, შემდეგ ერთი ფოტო გადაცია მაგიდაზე თამარისკენ, ეს ფოტო გუშინ გადაიღეს ჩემმა ადამიანებმა. დათო ხვდება ვიღაც კაცს კაფეში. ცნობთ ამ კაცს, თამარმა ფოტოზე დაიხედა და გაოცებისგან ამოიოხრა ეს. ეს არის ბაჩო გამსახურდია. ის იყო მამა ჩემის ბიზნეს პარტნიორი წლების წინ, სანამ ისინი არ წაიჩხუბნენ. გიორგი სწრაფად მივიდა და ფოტოს დახედა, ეს შეუძლებელია. ბაჩო, რა კავშირი აქვს მას დათთან? ეს არის ის, რისი გარკვევაც მინდა, თქვა დავითმა, ბატონო გიორგი, შეგიძლიათ მითხრათ, რა მოხდა თქვენსა და ბაჩოს შორის. ეს შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, გიორგი მღრმად ამოისუნთქა, თითქოს ძველი და მტკივნეული მოგონების გახსენება უჭირდა, ბაჩო და მე ერთად დავიწყეთ ბიზნესი 20 წლის წინ. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ მე არ აღმოვაჩინე, რომ ის საერთო ფონდებიდან ფულს იპარავდა. როდესაც ამხილეს, მან სცადა, მე დავედანაშაულებინე, თითქოს ეს ჩემი იდეა იყო. ცხადია, ვერავინ დაიჯერა ეს ბრალდება, რადგან ჩვენი საბუღალტრო ჩანაწერები ნათელს ხდიდა, რომ ის იყო მოპარული ფულის მიმღები. ბაჩო გაათავისუფლეს კომპანიიდან და მას შემდეგ ის იფიცებოდა, რომ შურს იძიებდა. და ახლა ის თქვენი სიძის მფარველია, დაასკვნა დავითმა, ეს ძალიან საინტერესოა, თამარმა თითებით უჩებზე მიიდო, ნუ თუ ეს ნიშნავს, რომ დათო თავიდანვე მიზანმიმართულად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. რომ ჩვენი შეხვედრაც კი დაგეგმილი იყო? ამის დამტკიცება რთულია, თქვა დავითმა, მაგრამ ძალიან შესაძლებელია. ჩვენ ვიცით, რომ დათო მუშაობს იმ ბანკში, სადაც თქვენი კომპანიის ანგარიშები ინახება, ბატონო გიორგი. მას შეეძლო ადვილად მოეპოვებინა ინფორმაცია თქვენი ოჯახის შესახებ, ამ აზრმა თამარი შეაძრწუნა.
ის შეცდომებული იყო აღმოჩენით, რომ მთელი მისი რომანი დათთან ის სიყვარული და ბედნიერება, რომელიც მან განიცადა, შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ მისი მამის წინააღმდეგ შურისძიების გეგმის ნაწილი. ეს აზრი იმდენად მტკივნეული იყო, რომ ის იძულებული გახდა სასწრაფოდ დაეტოვებინა ოთახი, სანამ ცრემლები არ წამოუვიდა. როდესაც ის თავის ოთახში იყო, ტელეფონზე შემომავალი ზარი დაფიქსირდა. ეს იყო მისი მეგობარი, ნატო, რომელთანაც ქორწინების შემდეგ თითქმის არ ჰქონია კონტაქტი. თამარ, როგორ ახარ? მინდოდა დამერეკა და მეკითხა, რატომ არ მპასუხობ შეტყობინებებს. დათომ მითხრა, რომ შენ ძალიან დაკავებული ხარ, მაგრამ მაინც მინდოდა გამეგო, ყველაფერი კარგადაა. თამარი ერთი წუთით დაფიქრდა. ის არ იყო მზად ყველაფერი ეთქვა ნატოსთვის, მაგრამ მიხვდა, რომ ეს იყო შესაძლებლობა, ენახა როგორ ლაპარაკობდა დათომ ასზე სხვებთან. ნატო, მე არ მიმიღია შენგან შეტყობინებები. როდის გამომიგზავნე? მცირე პაუზის შემდეგ ნატომ უპასუხა უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში, რამდენჯერმე. ყოველ ჯერზე დათომ პასუხობდა შენი სახელით. მან მითხრა, რომ შენ ძალიან დაკავებული ხარ და ვერ პასუხობ, ამიტომ ის პასუხობდა შენ მაგივრად. თამარის გული კინაღამ გაჩერდა, დათო პასუხობდა ჩემ მაგივრად. მაგრამ როგორ? მას ხომ არ ჰქონდა ცდომა ჩემს ტელეფონზე. ამ სიტყვების თქმისთანავე მან გაახსენდა, როგორ დაუყენა დათომ ახალი აპლიკაციები მის ტელეფონზე, რომლებიც მობილურის დასაცავად იყო განკუთვნილი. უცებ ყველაფერი ნათელი გახდა, დათო კითხულობდა მის შეტყობინებებს და პასუხობდა მეგობრებს მისი სახელით. სწორედ ამიტომ ვეღარ უკავშირდებოდნენ მას მეგობრები ბოლო თვეების განმავლობაში. ნატო, მომისმინე. მე ახლა ვარ ჩემი მშობლების სახლში. ნე. მე დათოს დავშორდი. ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ჩანდა. ოჰ, ღმერთო, თამარ. მე ვიცოდი, რომ რაღაც არ იყო კარგად. მან ისე შეგცვალა. შენ აღარ იყავი ის თამარი, რომელსაც ვიცნობდი. რამდენჯერმე ვცადე შენთან დალაპარაკება, მაგრამ დათო ყოველთვის იქ იყო და შენ ისე წყნარი ჩანდი. თამარმა ამოიოხრა, მე ვიცი, ნატო. მე ვიცი. მაგრამ ახლა ვცდილობ გავერკვე ამ ყველაფერში და ვიპოვო გამოსავალი. რაშიც გჭირდება, მე შენთან ვარ, უთხრა ნატომ. ამ სიტყვებმა თამარს თვალზე ცრემლი მოადგა. დიდი ხანი იყო, რაც ასეთი მხარდაჭერა არ ეგრძნო. გმადლობ, ნატო. ძალიან მაკლი ხარ. როდესაც საუბარი დაასრულა, თამარი დაბრუნდა კაბინეტში, სადაც გიორგი და დავითი კვლავ საქმეზე საუბრობდნენ. ლევანიც იქ იყო, როგორც ჩანს, ახლა ხან მოსული. მამა, ლევან, დავით. მე ახლა ველაპარაკე ნატოს. დათო ჩემი მეგობრების შეტყობინებებს კითხულობდა და თვითონ პასუხობდა ჩემი სახელით. ამიტომაც არ მეკონტაქტებოდა არავინ. ლევანმა ჩაინიშნა ეს ინფორმაცია. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იზოლაციისა და კონტროლის პატერნის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სასამართლოში. სასამართლო. თამარმა მის სიტყვებს ყური მოჰკრა, ჩვენ უნდა წავიდეთ სასამართლოში. დიახ, თამარ, უთხრა ლევანმა, ეს არის ერთადერთი გზა, რომ შენ დაიცვა თავი ამ ვალებისგან, რომლებიც შენს სახელზეა და გათავისუფლდე ამ ურთიერთობიდან სამუდამოდ. მაგრამ ნუ ღელავ, ჩვენ ვაგროვებთ მტკიცებულებებს და მოვამზადებთ შენს საქმეს. თამარი ერთხანს ჩაფიქრდა, ლევან, მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემი და დათოს საქმე. ეს არის რაღაც უფრო დიდი. ბაჩო, გამსახურდიას ჩართულობა, ყველა ეს ვალები. მე მგონია, მათ სურთ ზიანი მიაყენონ ჩემს მამას, გამოიყენონ მე, როგორც გზა. გიორგის სახეზე შეშფოთება გამოისახა. თუ ეს მართალია, მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ბაჩო, გამსახურდია არ არის ადამიანი, რომელსაც ადვილად შეუძლია შურისძიებაზე უარის თქმა. დავითი წამოდგა, მე გავაგრძელებ გამოძიებას. ვეცდები უფრო მეტი ინფორმაცია მოვიპოვო ბაჩოს და დათოს კავშირზე და ამ ვალებზე. თამარ, ხვალ შენთან ვიმუშავებთ, რათა გავარკვიოთ, რა დოკუმენტებზე მოგაწერინა ხელი დათომ. როდესაც ყველა წავიდა, თამარი მარტო დარჩა თავის ოთახში. ის ფიქრობდა, როგორ ასე ადვილად მოატყუეს, როგორ გახდა იარაღი იმ ადამიანების ხელში, რომლებსაც სურდათ მისი ოჯახის დაზიანება. ეს ფიქრები მტკივნეული იყო, მაგრამ ამავე დროს ის გრძნობდა, რომ თანდათან უფრო ძლიერი ხდებოდა. მისი ცხოვრება შეიძლებოდა ყოფილიყო ტყუილი, მაგრამ ახლა ის იპოვნიდა სიმართლეს და დაიცავდა თავის ოჯახს. თამარმა ტელეფონი აიღო და ძმას დაურეკა. ნიკა, მომისმინე. მე მჭირდება შენი დახმარება. 2 დღის შემდეგ თბილისის აეროპორტში თამარი მოუთმენლად ელოდა თავისი ძმის, ნიკას, ჩამოსვლას. მას შემდეგ, რაც თამარმა დაურეკა და აუხსნა სიტუაცია, ნიკამ ყველაფერი გადადო და პირველივე თვითმფრინავით დაბრუნდა საქართველოში.
გიორგი თამარის გვერდით იდგა და ცდილობდა დამშვიდებული ჩანდეს, თუმცა მისი თვალები გამუდმებით აკვირდებოდნენ აეროპორტში მყოფ ხალხს, ეძებდნენ ნებისმიერ საეჭვო პიროვნებას. როდესაც ნიკა გამოჩნდა, თამარი მისკენ გაიქცა და ძლიერად ჩაეხუტა. ტყუპები თითქმის იდენტურები იყვნენ, იგივე მუქი თმა, იგივე თაფლისფერი თვალები, იგივე ღიმილი. მხოლოდ ნიკას უფრო მკვეთრი ყურიმალები და ოდნავ უფრო მაღალი სიმაღლე განასხვავებდა მას დისგან. თამარ, როგორ ხარ? ჰკითხა ნიკამ, როდესაც ჩახუტება დაასრულეს. მისი ხმა შეშფოთებით იყო სავსე, მე არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი ხდება და მე არაფერი ვიცოდი. მე კარგად ვარ, ახლა უკეთ ვარ, უპასუხა თამარმა, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა. მანქანაში სახლისკენ მიმავალ გზაზე, თამარმა და გიორგიმ დეტალურად აუხსნეს ნიკას, რა აღმოაჩინეს დათოს და ბაჩოს შესახებ. ნიკა თანდათან უფრო გაბრაზებული ხდებოდა. ეს შეუძლებელია. როგორ ბედავს ეს კაცი, ასე მოექცეს ჩემს დას. წამოიძახა მან ბოლოს. ეს მხოლოდ ჩემი ბრალია, ნიკა, თქვა თამარმა ნაულიანად, მე უნდა დამენახა ნიშნები ადრე. მე ბრმა ვიყავი. არა, თამარ, უპასუხა ნიკამ, მტკიცედ, ეს არ არის შენი ბრალი. ასეთი ხალხი ძალიან გამოცდილია манипуლაციაში. ეს მათი ხელობაა. ნიკას სიმართლე აქვს, დაეთანხმა გიორგი, და ახლა, როდესაც ვიცით, რომ ბაჩო გამსახურდიაც არის ამაში ჩართული, ყველაფერი უფრო მკაფიო ხდება. ეს იყო დაგეგმილი შურისძიება, როდესაც სახლში მივიდნენ მაია და ლევანი, ადვოკატი, მათ ელოდებოდნენ. ნიკა მიესალმა დედას და ორივენი ატირდნენ. მაიას ერთი თვალი ყოველთვის ეჭირა თავის ორივე შვილზე და მიუხედავად იმისა, რომ ნიკა ზრდასრული მამაკაცი იყო, მაიამ მაინც ხელები სახეზე ჩამოუსვა, თითქოს ამოწმებდა, რომ ის მართლა იქ იყო. ლევანი მიესალმა ნიკას და ყველანი სასტუმრო ოთახში გადავიდნენ. ნინომ მაშინვე ჩაი შემოიტანა და ნამცხრები, რომლებიც ნიკას ბავშვობიდან უყვარდა. ნიკა, შენი ჩამოსვლა ძალიან კარგი დროისთვის მოხდა, დაიწყო ლევანმა, ჩვენ მივიღეთ საინტერესო ინფორმაცია დღეს დილით. რა ინფორმაცია? იკითხა ნიკამ, ჩაის ჩიქა ხელში ეჭირა. ლევანმა საქაღალდე გახსნა, ჩვენ ვიპოვეთ საბუთები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ბაჩო გამსახურდიამ დააფინანსა დათოს ბიზნეს ვენჩურები. და ერთ-ერთი ამ ვენჩურთაგანი იყო კომპანია, რომელიც შეიქმნა სწორედ იმ დროს, როდესაც თამარი და დათო დაქორწინდნენ. კომპანია ოფიციალურად რეგისტრირებულია თამარის სახელზე, მაგრამ ის არ იცოდა ამის შესახებ. და წამოიძახა თამარმა გაოგნებით, მე არასდროს გამიხსნია კომპანია. სწორედ ეგრეა, განაგრძო ლევანმა, თუმცა არსებობს დოკუმენტები შენი ხელმოწერით, რომლებიც ადასტურებენ, რომ შენ ხარ მფლობელი. ეს კომპანია, როგორც ჩანს, აიღებს სესხებს, მაგრამ არასდროს აბრუნებს მათ. და ყველა ეს ვალი შენს სახელზეა, თამარ. ოხ, ღმერთო, ჩაილაპარაკა თამარმა, ხელები სახეზე აიფარა, მაგრამ ეს არის მხოლოდ საწყისი, თქვა ლევანმა, ჩვენ ასევე აღმოვაჩინეთ, რომ თამარის და დათოს სახლი, რომლის შეძენაშიც თქვენ დაეხმარეთ, ბატონო გიორგი, ახლა დატვირთულია იპოთეკით, რომელიც ბაჩოს სასარგებლოდ არის გაფორმებული. შეუძლებელია. წამოიძახა გიორგიმ, ეს სახლი თითქმის მთლიანად მე დავაფინანსე. დათოს მხოლოდ მცირე ნაწილი ჰქონდა გადასახდელი. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მან თამარს ხელი მოაწერინა დოკუმენტებზე, რომლებიც მას სახლზე სრული უფლებას აძლევდნენ და შემდეგ იპოთეკით დატვირთა იგი. ფული, როგორც ჩანს, პირდაპირ ბაჩოს ანგარიშზე გადავიდა, სიჩუმე ჩამოვარდა ოთახში, ყველა ცდილობდა გაიაზრებინა ამ ინფორმაციის მასშტაბი. მაგრამ როგორ? ჰკითხა ნიკამ ბოლოს, როგორ მოახერხა მან ამდენი დოკუმენტის გაყალბება? და როგორ ვერ შეამჩნია ეს ვერავინ? ეს არ არის რთული, როდესაც გყავს შენი ადამიანი ბანკში, აუხსნა ლევანმა, და თუ გავითვალისწინებთ, რომ თამარს სრული ნდობა ჰქონდა დათოსადმი და ალბათ არ კითხულობდა დეტალურად დოკუმენტებს, რომლებსაც ის ხელს აწერდა. ნამდვილად ასე იყო, აღიარა თამარმა, ის ყოველთვის ამბობდა, რომ ეს მხოლოდ ფორმალობა იყო და რომ მას არ ჰქონდა დრო ყველა წვრილმანის ასახსნელად. მე ვენდობოდი მას, ნიკა წამოდგა და მთელ ოთახში დაიწყო ბოლთისცემა, ხელები ჯიბეებში ჩაწყობილი ჰქონდა, ახლა რას ვაკეთებ? როგორ ვაპირებთ ამის გამოსწორებას? ლევანი მშვიდად შეჰყურებდა მას, ჩვენ უკვე დავიწყეთ სამართლებრივი პროცედურები. პირველ რიგში ჩვენ წარვადგენთ საჩივარს პოლიციაში თაღლითობის, დოკუმენტების გაყალბების და მოტყუებით ხელმოწერის მიღების გამო. მეორე, ჩვენ ვამზადებთ საქმეს სასამართლოში, რომ ყველა ეს ვალი გაბათილდეს. მესამე, ჩვენ მივმართავთ განქორწინებისთვის და მოვითხოვთ დამცავ ორდერს თამარისთვის. და რამდენ ხანს გასტანს ეს ყველაფერი? იკითხა მაიამ, სამწუხაროდ რამდენიმე თვე მაინც უპასუხა ლევანმა, მაგრამ ჩვენ ვიმუშავებთ ისე სწრაფად, როგორც შესაძლებელია.
და ჩვენ გვაქვს ძლიერი მტკიცებულებები. მე შემიძლია დავეხმარო, თქვა ნიკამ უცებ, მე ვმუშაობ კიბერუსაფრთხოების სფეროში. თუ დათოს ჰქონდა ცუდომა თამარის ელფოსტაზე ან სხვა ონლაინ ანგარიშებზე, მე შემიძლია ამის მტკიცებულებების პოვნა. შემიძლია ასევე გავარკვიო, თუ რა აპლიკაციები დაუყენა მან თამარის ტელეფონზე, რათა თვალყური ედევნებინა მისთვის. ეს იდეა ყველას მოეწონა და ნიკა და თამარი მალევე გავიდნენ თამარის ოთახში, სადაც ნიკამ დაიწყო მისი ტელეფონის შემოწმება. აი ესეც, თქვა ნიკამ ცოტა ხნის შემდეგ, ეს აპლიკაცია, რომელიც ითქმის, რომ არის ანტივირუსი, სინამდვილეში არის ჯაშუშური პროგრამა. ის იწერს ყველაფერს, რასაც აკეთებ ტელეფონზე და აგზავნის მონაცემებს გარე სერვერზე. ასე იგებდა დათო ყველაფერს, შენს ზარებს, შეტყობინებებს, ადგილმდებარეობას, თამარს სახე გაუფითრდა, ეს საშინელებაა. ეს ნიშნავს, რომ ის ყველაფერს ხედავდა? ყველაფერს, რასაც ვაკეთებდი. მაგრამ ახლა ეს შეიძლება გამოვიყენოთ მის წინააღმდეგ, თქვა ნიკამ, ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, რომ ის თვალს გადევნებდა უკანონოდ, ისინი დაბრუნდნენ სასტუმრო ოთახში და გაუზიარეს ყველას თავიანთი აღმოჩენები. ლევანმა ჩაინიშნა ინფორმაცია და თქვა, რომ ეს იქნება კიდევ ერთი ძლიერი მტკიცებულება მათი საქმისთვის. მომდევნო დღეებში თამარი, ნიკა და დავითი, კერძო დეტექტივი, ინტენსიურად მუშაობდნენ, რათა შეეგროვებინათ ყველა მტკიცებულება დათოს და ბაჩოს წინააღმდეგ. ნიკა, თავისი ტექნიკური ცოდნით, ძალიან დაეხმარა გამოძიებას. მან მოახერხა აღედგინა წაშლილი შეტყობინებები თამარის ტელეფონიდან, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ დათო მართლაც ახორციელებდა კონტროლს და ძალადობას. ერთ საღამოს, როდესაც ნიკა მუშაობდა თამარის კომპიუტერზე, მან აღმოაჩინა რაღაც, რაც ყველა სხვა მტკიცებულებაზე უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. თამარ, მამა, მოდით, ნახეთ ეს. დაიძახა მან. როდესაც ისინი მივიდნენ, ნიკამ უჩვენა მათ ელფოსტა, რომელიც დათოს გაეგზავნა ბაჩოსთვის რამდენიმე თვის წინ. ელფოსტაში დათო დეტალურად აღწერდა, როგორ აპირებდა თამარის ხელმოწერის გამოყენებას სხვადასხვა დოკუმენტებზე, რათა დაეტვირთათ მისი და გიორგის ქონება ვალებით. წერილში აღწერილი იყო მთელი სქემა, რომელიც მიზნად ისახავდა გიორგის ფინანსურ განადგურებას და მის რეპუტაციაზე ზიანის მიყენებას. საიდან მოიპოვე ეს? კითხა გიორგიმ, გაოცებული იყო. დათომ თამარის ელფოსტას იყენებდა როგორც დროებით საცავს ზოგიერთი მისი კორესპონდენციისთვის. სავარაუდოდ მას ეგონა, რომ თამარი არასდროს ნახავდა მას, რადგან არ იცოდა, რომ ის წაშლილ ელფოსტებს ინახავდა, აუხსნა ნიკამ. ეს არის ზუსტად ის, რაც გვჭირდება. წამოიძახა თამარმა, ეს ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი იყო წინასწარ დაგეგმილი. ასეც არის, დაეთანხმა ნიკა და მე აღმოვაჩინე კიდევ რაღაც, მან გახსნა სხვა დოკუმენტი, რომელიც აღმოაჩინა, ეს არის ბაჩოს გეგმა. ის აპირებდა, რომ მას შემდეგ, რაც თქვენი ფინანსები განადგურდებოდა, ბატონო გიორგი, ის შემოგთავაზებდაც დახმარებას ინვესტიციას თქვენს კომპანიაში, მაგრამ ისეთი პირობებით, რომ თქვენ საბოლოოდ დაკარგავდით კონტროლს. ის აპირებდა თქვენი ცხოვრების ნაშრომის ხელში ჩაგდებას, გიორგი გაშეშდა ეს. ეს საშინელებაა. ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფულის მოპარვა. ეს არის ჩემი მთელი ცხოვრების ნგრევა. მაგრამ ახლა ჩვენ ვიცით მათი გეგმა, თქვა თამარმა, მამის ხელი ჩაჰკიდა და ჩვენ ვაჩვენებთ მათ, რომ ისინი ვერ გაიმარჯვებენ. იმავე საღამოს, როდესაც ლევანმა ნახა ეს ახალი მტკიცებულებები, მან თქვა, რომ ახლა მათ შეუძლიათ პირდაპირ პოლიციაში მიმართვა. მტკიცებულებები საკმარისი იყო დათოს და ბაჩოს დაპატიმრებისთვის თაღლითობის, მუქარის და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ბრალდებით. თუმცა სანამ ისინი რაიმე მოქმედებას დაიწყებდნენ, დავითმა, კერძო დეტექტივმა, ზარი მიიღო, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. ბატონო გიორგი, მაქვს ინფორმაცია, რომ დათო და ბაჩო გეგმავენ ქვეყნიდან გაქცევას. ისინი, როგორც ჩანს, გრძნობენ, რომ მათი სქემა გამჟღავნდა. მათ ბილეთები აქვთ ხვალისთვის, ყველამ ერთმანეთს გადახედა. დრო აღარ იყო დასაკარგი. ჩვენ ახლავე უნდა წავიდეთ პოლიციაში, თქვა ლევანმა, ახლავე, გიორგიმ თავი დაუქნია, მართალი ხარ. დრო აღარ არის, მან დაინახა, რომ თამარი იძაბებოდა, ყველაფერი კარგად იქნება, შვილო. ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები და ჩვენ ვიმოქმედებთ სწრაფად. ისინი ვერ გაიქცევიან, თამარმა ღრმად ამოისუნთქა, ვიცი მამა. მე უბრალოდ. ეს ძალიან რეალური ხდება. მე ვნერვიულობ, მაგრამ ასევე ვგრძნობ, რომ დროა ეს ყველაფერი დასრულდეს. ასეც იქნება, დაეთანხმა გიორგი, ჩვენ დავასრულებთ ამას, ერთხელ და სამუდამოდ, მათ სწრაფად შეაგროვეს ყველა მტკიცებულება და გაემართნენ პოლიციისკენ.
დროის ბრძოლა დაწყებული იყო და ისინი ვერ დაუშვებდნენ, რომ დათო და ბაჩო თავს დაეღწიათ სამართლისგან, პოლიციის განყოფილებაში გატარებული მძიმე ღამის შემდეგ, სადაც თამარმა და მისმა ოჯახმა წარადგინეს ყველა მტკიცებულება და მისცეს ჩვენებები. დაიწყო მოქმედებები. დათო დააკავეს მის სახლში, მაგრამ ბაჩო გამსახურდია ჯერ ვერ იპოვეს. თუმცა სასაზღვრო პუნქტებზე უკვე გაფრთხილებული იყვნენ მისი შესაძლო გაქცევის შესახებ. თამარმა ღრმად ამოისუნთქა, როდესაც გაიგო დათოს დაკავების შესახებ. ერთი მხრივ მას შვება მოჰგვარა ცოდნამ, რომ ის ვეღარ მიადგებოდა მას ზიანს. მეორე მხრივ კი ის გრძნობდა უცნაურ ტკივილს, მიუხედავად ყველაფრისა, ეს იყო ადამიანი, რომელიც ერთ დროს უყვარდა, რომელთანაც აპირებდა ცხოვრების გატარებას. მისი გრძნობები კვლავ არეული იყო. დათოს დაკავებიდან 3 დღის შემდეგ პოლიციამ ბოლოს მიაგნო ბაჩოს, რომელიც სომხეთის საზღვარზე გადასვლას ცდილობდა. მისი დაკავება კიდევ უფრო გააძლიერებდა მათ საქმეს სასამართლოში. მომდევნო კვირებში თამარი ინტენსიურად მუშაობდა ლევანთან ერთად, რათა მომზადებულიყო სასამართლო პროცესისთვის. ყოველ დეტალს განიხილავდნენ, ყველა მტკიცებულებას ამოწმებდნენ. თამარმა შეძლო თავისი ბლოგისა და სოციალური მედიის ანგარიშების დაბრუნება, რომლებზეც დათომ წარმატებით დაკარგა მისი წვდომა. ის ახლა იყენებდა მათ, რათა გაეზიარებინა თავისი გამოცდილება და გაეფრთხილებინა სხვა ქალები მსგავსი ნიშნების შესახებ ურთიერთობებში. თამარის პოსტი მისი გამოცდილების შესახებ ვირუსულად გავრცელდა. ათასობით ადამიანი კითხულობდა მის ისტორიას და ბევრი ქალი უზიარებდა მას საკუთარ მსგავს გამოცდილებებს. თამარმა მიხვდა, რომ მისი ისტორია ბევრად უფრო გავრცელებული იყო, ვიდრე მას ეგონა და რომ მისი ხმა შეიძლებოდა გამხდარიყო ცვლილების კატალიზატორი. ნიკა დარჩა თბილისში, რათა დის გვერდით ყოფილიყო სასამართლო პროცესის დროს. მან მიიღო შვებულება თავისი სამსახურიდან და თავის ტექნიკურ ცოდნას იყენებდა, რათა დახმარებოდა ლევანს საქმის მომზადებაში. ის ასევე ეხმარებოდა თამარს ახალი უსაფრთხო ონლაინ სისტემის შექმნაში მისი ბლოგისთვის, რათა დაეცვა ის ნებისმიერი სახის კიბერთავდასხმებისგან. სასამართლო პროცესი დაინიშნა 2 თვის შემდეგ. ეს იყო რთული პერიოდი თამარისთვის, მას უნდა მოემზადებინა ჩვენება, რომელშიც დეტალურად უნდა აღეწერა მისი ტანჯვა, თან უნდა გამკლავებოდა მედიის ყურადღებას, რომელიც უცებ მიმართული იყო მისკენ. ბიზნესმენის ქალიშვილი, რომელიც გახდა თაღლითობის მსხვერპლი, ეს იყო სენსაციური ამბავი ბევრი ჟურნალისტისთვის. მაგრამ თამარმა არ დაუშვა, რომ ეს ყურადღება უარყოფით გავლენას მოახდენდა მასზე. პირიქით, ის იყენებდა ყოველ შანსს, რათა აემაღლებინა ცნობიერება ემოციური და ფინანსური ძალადობის შესახებ ურთიერთობებში. მე მინდა, რომ ჩემი ისტორია იყოს გაფრთხილება სხვებისთვის, მაგრამ ასევე იმედის წყარო უთხრა მან ჟურნალისტს ინტერვიუში. არავინ არ არის იმუნური ასეთი манипуляციების მიმართ, მაგრამ ყველას შეუძლია გახდეს ძლიერი და გათავისუფლდეს. სასამართლო პროცესის დაწყების დღეს თბილისის სასამართლოს შენობა სავსე იყო ჟურნალისტებით და ადამიანებით, რომლებიც თამარის მხარდასაჭერად მოვიდნენ. მის გვერდით იდგნენ მისი ოჯახის წევრები და მეგობრები, მათ შორის ნატოც, რომელიც ახლა ერთ-ერთი მისი უდიდესი მხარდამჭერი გახდა. სასამართლოს დარბაზში შესვლისას თამარმა პირველად დაინახა დათო მას შემდეგ, რაც დატოვა ის. ის ისხდა თავისი ადვოკატის გვერდით, მოწესრიგებული და მშვიდი, როგორც ყოველთვის. მაგრამ ამჯერად თამარი ხედავდა მის თვალებში იმას, რაც ვერ შეამჩნია ადრე, სიცივესა და ანგარიშიანობას. როგორ შეეძლო მას ასე დაბრმავება ამ ადამიანის მიმართ? ბაჩო გამსახურდია ასევე იქ იყო, მეორე მოპასუხე ამ საქმეში. ის იჯდა ცალკე, მისი ადვოკატის გვერდით, მისი სახე გამოხატავდა უკმაყოფილებას. მისი თვალები ხანდახან ეძებდნენ გიორგის და როდესაც მზერები ხვდებოდა, ბაჩოს თვალებში ნათლად ჩანდა სიძულვილი. საქმე დაიწყო პროკურორის გახსნითი სიტყვით, რომელმაც დეტალურად აღწერა დანაშაულის სქემა. ის ლაპარაკობდა იმაზე, თუ როგორ გეგმავდნენ დათო და ბაჩო არა მხოლოდ ფულის მოპარვას, არამედ თამარის და მისი ოჯახის ცხოვრების განადგურებას. პროკურორმა წარადგინა მტკიცებულებები ელფოსტებისა და ჩანაწერების სახით, რომლებიც ამტკიცებდნენ წინასწარ განზრახვას და შეთქმულებას. შემდეგ ჯერი მოვიდა მოწმეებზე. პირველი იყო დავითი, კერძო დეტექტივი, რომელიც დეტალურად ხვებოდა იმაზე, თუ რა აღმოაჩინა თავისი გამოძიების დროს. მან ისაუბრა დათოს წარსულ თაღლითობაზე, მის კავშირზე ბაჩოსთან და იმ სქემაზე, რომელიც მათ შეიმუშავეს. შემდეგ იყო ნიკა, რომელმაც ტექნიკური მტკიცებულებები წარადგინა, ჯაშუშური პროგრამა თამარის ტელეფონზე, ელფოსტები დათოსა და ბაჩოს შორის და ფინანსური ტრანზაქციების ჩანაწერები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ფული, რომელიც მოპოვებული იყო თამარის სახელით აღებული სესხებიდან, პირდაპირ გადადიოდა ბაჩოს ანგარიშებზე.
მოულოდნელად სასამართლო დარბაზში შემოვიდა ახალი მოწმე, ელენე ზვიადაძე, დათოს ყოფილი შეყვარებული, რომელიც ასევე მისი თაღლითობის მსხვერპლი იყო. მას ლევანმა მიაგნო და დაარწმუნა, რომ ეჩვენებინა. ელენე დეტალურად ყვებოდა, თუ როგორ მოატყუა მას დათომ, როგორ დაარწმუნა ფულის მიცემაში ვითომ და ინვესტიციისთვის და როგორ გაუქრა შემდეგ. ის ძალიან დამაჯერებელია, თქვა ელენემ, ის გაფიქრებინებს, რომ ხარ ერთადერთი ადამიანი მსოფლიოში, ვინც მას ესმის. მაგრამ სინამდვილეში ის მხოლოდ მანიპულირებს შენით. და როდესაც მიიღებს იმას, რაც უნდა, ის უბრალოდ გაგიქრება, მთელი ამ დროის განმავლობაში, დათო იჯდა მშვიდად, თითქოს ეს ყველაფერი მას არ ეხებოდა. მისი ადვოკატი ცდილობდა ეჩქვეშ და ეყენებინა მოწმეების სანდოობა, მაგრამ მტკიცებულებები იმდენად ძლიერი იყო, რომ ეს რთული იყო. ბოლოს ჯერი მოვიდა თამარზე. როდესაც ის ადგა მოწმის ადგილზე, ის გრძნობდა, რომ მისი ფეხები კანკალებდნენ. მაგრამ როდესაც მან ოთახში მიმოიხედა და დაინახა მისი ოჯახის მხარდამჭერი სახეები, მან იგრძნო, რომ ძალა მოემატა. ქალბატონო ცხოვიძე, შეგიძლიათ მოგვიყვეთ, როდის დაიწყო თქვენი ურთიერთობა დათო მერაბიშვილთან? კითხა პროკურორმა. თამარი ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო თავისი ისტორიის მოყოლა. ის ლაპარაკობდა იმაზე, თუ როგორ გაიცნო დათო, როგორ თანდათანობით აიღო მან კონტროლი მის ცხოვრებაზე, როგორ იზოლირებული გახდა მეგობრებისა და ოჯახისგან. ის ლაპარაკობდა, თუ როგორ დაკარგა საკუთარი თავის რწმენა, როგორ დაიწყო ეჩვის შეტანა საკუთარ აღქმებში და გრძნობებში. მე ვიყავი ქალი, რომელიც სხვებს ასწავლიდა, როგორ იყვნენ ძლიერები და თავდაჯერებულები. და მაინც მე არ შემეძლო დამენახა, რომ მე თვითონ ვიყავი კონტროლის და მანიპულაციის მსხვერპლი, თქვა თამარმა, მისი ხმა ოდნავ ტრემოლოთი, მაგრამ მაინც ძლიერი, ის მაფიქრებინებდა, რომ ყველაფერი, რაც ხდებოდა, ჩემი ბრალი იყო. რომ მე არ ვიყავი საკმარისად კარგი, საკმარისად ჭკვიანი, საკმარისად დამჯერი. თამარმა გააგრძელა და აღწერა, როგორ აწერინებდა დათო ხელს დოკუმენტებზე ისე, რომ არც კი უხსნიდა, რას აწერდა ხელს. როგორ აიძულა მას, დაეტოვებინა თავისი ბლოგი, თავისი ნამუშევარი, თავისი ინტერესები. როგორ აკონტროლებდა ყველაფერს, მის ჩაცმულობას, მის საკვებს, მის ადგილმდებარეობას. მაგრამ ყველაზე მტკივნეული იყო ის, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი, თქვა მან ბოლოს, მე ვფიქრობდი, რომ მას ვუყვარდი. მაგრამ სინამდვილეში მე ვიყავი მხოლოდ საშუალება ჩემი მამის წინააღმდეგ შურისძიებისთვის. ჩვენი მთელი ურთიერთობა იყო ტყუილი, სასამართლო დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა. თამარის სიტყვები იმდენად გულწრფელი და ემოციური იყო, რომ ბევრს ცრემლები მოადგა თვალზე. მხოლოდ დათო და ბაჩო რჩებოდნენ გულგრილები, მაგრამ მათი თავდაცვა სულ უფრო და უფრო სუსტდებოდა. დათოს ადვოკატმა დაიწყო ჯვარედინი დაკითხვა, ცდილობდა ეჩვენებინა, რომ თამარი თანახმა იყო ყველაფერზე, რომ მან ნებით მოაწერა ხელი დოკუმენტებს. მაგრამ თამარი მზად იყო ამისთვის. დიახ, მე მოვაწერე ხელი. მაგრამ მე არასოდეს მithქვამს, რომ ვეთანხმებოდი თაღლითობას. მე არასოდეს მithქვამს, რომ ვეთანხმებოდი ჩემი სახელით ვალების აღებას. მე არასოდეს მithქვამს, რომ ვეთანხმებოდი ჩემი ქმრის და მისი მეგობრის შეთქმულებას ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. დათომ გამოიყენა ჩემი ნდობა და სიყვარული იმისთვის, რომ ხელი მოეწერინებინა დოკუმენტებზე, რომელთა შინაარსაც განზრახ მიმალავდა. ეს არის თაღლითობა და ეს არის ძალადობა. როდესაც დაკითხვა დასრულდა, თამარი დაბრუნდა თავის ადგილზე. მისი ხელები კვლავ კანკალებდა, მაგრამ მის გულში იყო სიმშვიდე. ის იგრძნობდა, რომ პირველად დიდი ხნის მანძილზე ის მართლა თავისუფალი იყო. მან თქვა სიმართლე და ახლა, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო, ის იცოდა, რომ შეძლებდა წინსვლას. შემდეგ მოვიდა დაცვის ჯერი. დათოს ადვოკატმა სცადა წარმოედგინა ის, როგორც წარმატებული ბიზნესმენი, რომელიც უბრალოდ ცდილობდა დაეცვა თავისი ინტერესები. მან უარყო ყოველგვარი თაღლითობა და განაცხადა, რომ თამარი სრულად იყო ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რას აწერდა ხელს. მაგრამ როდესაც დათომ თვითონ გასცა ჩვენება, ნათელი გახდა, რომ მისი ვერსია ბევრ ადგილას ეწინააღმდეგებოდა მტკიცებულებებს. ლევანმა, თამარის ადვოკატმა, დაუნდობლად გამოავლინა ეს წინააღმდეგობები ჯვარედინი დაკითხვის დროს. ბატონო მერაბიშვილი, თქვენ ამბობთ, რომ არასოდეს გქონიათ წვდომა ქალბატონი ცხოვიძის ელექტრონულ პოსტაზე. მაგრამ როგორ ახსნით ამ ელპოსტას, რომელიც გაგზავნილია თქვენი ანგარიშიდან, სადაც თქვენ ბატონ გამსახურდიას უზიარებთ თამარის ელპოსტის პაროლს, დათო ჩუმად იყო. ლევანმა გააგრძელა, კითხვა კითხვაზე, თითოეული კითხვით მეტად ამხელდა დათოს ტყუილებს. როდესაც დღე დასრულდა, თამარი გრძნობდა თავს ემოციურად დაცლილად, მაგრამ ასევე იმედიანად. მტკიცებულებები მყარი იყო და მისი ჩვენება დამაჯერებელი. ლევანი მიუახლოვდა მას და ხელი ჩამოართვა. შენ ძალიან კარგი იყავი დღეს, თამარ.
მე ვფიქრობ, რომ მოსამართლე და ჟიური ნათლად ხედავენ სიმართლეს. თამარმა თავი დაუქნია. მადლობა, ლევან. მე უბრალოდ მინდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს. მალე დასრულდება და ეთანხმა ლევანი და შენ შეძლებ ახალი ცხოვრების დაწყებას, ოჯახთან ერთად სახლში დაბრუნებისას. თამარი ფიქრობდა ამ სიტყვებზე. ახალი ცხოვრება. რა იქნებოდა ეს მისთვის? მან ჯერ არ იცოდა ზუსტად. მაგრამ ერთი რამ იცოდა, ის აღარასოდეს დაუშვებდა, რომ ვინმეს წაერთმია მისი ძალა, მისი ხმა, მისი თავისუფლება. სასამართლო პროცესი გაგრძელდა კიდევ ერთი კვირა. ყოველ დღეს ახალი მტკიცებულებები და მოწმეები წარმოაჩენდნენ დათოს და ბაჩოს დანაშაულებრივი სქემის უფრო და უფრო შემზარავ დეტალებს. თამარი ესწრებოდა ყველა სხდომას, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისთვის ემოციურად ძალიან რთული იყო. ის გრძნობდა, რომ ვალდებული იყო, პირისპირ შეხვედროდა იმ ადამიანებს, რომლებმაც სცადეს მისი ცხოვრების განადგურება. პროცესის ბოლო დღეს, როდესაც ორივე მხარემ წარმოადგინა დასკვნითი არგუმენტები, სასამართლო დარბაზში დაძაბული სიჩუმე ჩამოვარდა. პროკურორმა კიდევ ერთხელ შეაჯამა მთელი თაღლითური სქემა, რომელიც დათომ და ბაჩომ შეიმუშავეს და ხაზი გაუსვა იმ ზიანს, რომელიც მათ მიაყენეს არა მხოლოდ თამარს, არამედ ფინანსურ ინსტიტუტებს და საზოგადოებრივ ნდობას. ეს საქმე არ არის უბრალოდ ფინანსური თაღლითობის შესახებ, დაასრულა პროკურორმა, ეს არის ნდობის ღალატის შესახებ. ეს არის იმაზე, თუ როგორ გამოიყენეს ბრალდებულებმა ადამიანური ურთიერთობები, სიყვარული, ნდობა, ერთგულება საკუთარი ანგარებითი მიზნებისათვის. ამგვარი ქმედება საჭიროებს სერიოზულ პასუხისგებას. დათოს ადვოკატმა სცადა, წარმოედგინა მისი კლიენტი, როგორც ბიზნესმენი, რომელმაც უბრალოდ რამდენიმე გადაწყვეტილება ვერ მიიღო სწორად. ის ამტკიცებდა, რომ ვალები რეალურად აღებული იყო ლეგიტიმური ბიზნეს მიზნებისათვის და რომ ბაჩოსთან მისი კავშირი იყო უბრალოდ პროფესიული ურთიერთობა. მაგრამ ამ არგუმენტებს არ ჰქონდათ წონა იმ მყარი მტკიცებულებების წინაშე, რომლებიც ლევანმა და გამოძიებამ შეაგროვეს. მსჯელობისთვის წასვლის წინ მოსამართლემ ჰკითხა ბრალდებულებს, სურდათ თუ არა რაიმეს თქმა. ბაჩო გამსახურდია უარი განაცხადა, მაგრამ დათო ადგა. ის უყურებდა თამარს, მისი სახე კვლავაც უემოციო იყო. მე მინდა ვთქვა, რომ თამარი ცხოვიძე იყო იდეალური მეუღლე, დაიწყო მან მშვიდად ისმენდობოდა სრულად, ის იყო მოსიყვარულე და ყურადღებიანი. ამიტომაც ის იყო იდეალური სამიზნე. ის ვერასოდეს დაეჭვდებოდა, რომ მე არ უყვარდი, ვერასოდეს გამოიჩენდა უნდობლობას. ეს მისი სისუსტე იყო, თამარი გაქვალდა ამ სიტყვების მოსმენისას. დათო კვლავაც ცდილობდა მის დამცირებას, მის დადანაშაულებას იმაში, რომ ის ძალიან მიმდობი იყო. მაგრამ ამჯერად ეს სიტყვები მას ვეღარ შეეხებოდა. თამარი ხედავდა დათოს იმათ, ვინც ის სინამდვილეში იყო, ადამიანი, რომელსაც არ შეეძლო ნამდვილი სიყვარულის გაგება, მხოლოდ მანიპულაციისა და კონტროლის. მოსამართლემ და ჟიურიმ საათზე მეტი გაატარეს მსჯელობაში, სანამ დაბრუნდნენ ვერდიქტით. დარბაზში სრული სიჩუმე ჩამოვარდა, როდესაც მოსამართლე ადგა. საქმეში დათო მერაბიშვილი და ბაჩო გამსახურდია სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჟიური ასკვნის, რომ ორივე ბრალდებული დამნაშავეა ყველა წარდგენილ ბრალდებაში. ამ სიტყვების გაგონებისას თამარმა იგრძნო თითქოს მძიმე ტვირთი ჩამოსცილდა მხრებიდან. მან მოხედა მის ოჯახს, მამას, დედას, ძმას და დაინახა მათ სახეებზე იგივე შვება. ეს ყველაფერი დასრულდა. სიმართლე გაიმარჯვა. მოსამართლემ განაგრძო და გამოაცხადა განაჩენი. დათო და ბაჩო დაისჯებოდნენ ხანგრძლივი პატიმრობით, მათ ასევე მოუწევდათ მნიშვნელოვანი ფინანსური კომპენსაციის გადახდა თამარისთვის და მისი ოჯახისთვის და ყველა ის ვალი და კონტრაქტი, რომლებიც თაღლითურად იყო მიღებული, გაუქმდებოდა. როდესაც დარბაზი დაცალეს, თამარი და მისი ოჯახი შეხვდნენ ლევანს სასამართლოს ფოიეში. ეს არის დიდი გამარჯვება, თამარო, უთხრა ლევანმა, ხელი ჩამოართვა მას, შენი გამბედაობის წყალობით ეს ადამიანები ვეღარ დააზიანებენ სხვებს. თამარმა ნელა დაუქნია თავი, ეს გამარჯვება ეკუთვნის არა მხოლოდ მე, არამედ ყველა იმ ქალს, რომელიც ოდესმე ყოფილა მსგავს სიტუაციაში. მე ვიმედოვნებ, რომ ჩემი ისტორია შთააგონებს სხვებს, რომ ისაუბრონ და ეძიონ დახმარება. და ჩვენ გავაგრძელებთ შენს მხარდაჭერას ამ გზაზე, და ამატა გიორგიმ, ხელი მოხვია ქალიშვილს, მე ძალიან ვამაყობ შენით, თამარ. შენ გამოავლინე ისეთი სიძლიერე, რომელიც მე არც კი მეგონა, რომ შესაძლებელი იყო. 6 თვე გავიდა სასამართლო პროცესის შემდეგ. თამარის ცხოვრება სრულიად შეიცვალა. ის დაბრუნდა თავის ბლოგზე მუშაობას, მაგრამ ახლა მისი ფოკუსი იყო ქალთა გაძლიერება და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. მისი გამოცდილება გახდა შთაგონება მრავალი ქალისთვის, რომლებიც მსგავს სიტუაციებში იყვნენ. თამარმა გიორგის და ლევანის დახმარებით დააფუძნა ფონდი, რომელიც ეხმარებოდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთ.
ფონდი სთავაზობდა უფასო იურიდიულ დახმარებას, ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს და ფინანსურ მხარდაჭერას ქალებს, რომლებიც ცდილობდნენ თავი დაეღწიათ ძალადობრივი ურთიერთობებისგან. ძალადობა არ არის მხოლოდ ფიზიკური, ხშირად ამბობდა თამარი თავის საუბრებში, ემოციური და ფინანსური ძალადობა ისეთივე დამანგრეველია. და ხშირად ეს უფრო რთულია გამოსავლენად, რადგან არტოვებს ხილულ ნიშნებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც თამარმა წამოიწყო, იყო საგანმანათლებლო კამპანია სკოლებში, რომელიც ასწავლიდა ახალგაზრდებს ჯანსაღი ურთიერთობების შესახებ და იმის შესახებ, თუ როგორ ამოეცნოთ ძალადობის და მანიპულაციის ნიშნები. მე მინდა, რომ ახალგაზრდა ქალებმა და კაცებმა იცოდნენ, რომ სიყვარული არ ნიშნავს კონტროლს, ამბობდა თამარი. სიყვარული ნიშნავს პატივისცემას, ნდობას და თავისუფლებას. ნიკა დაბრუნდა პრაღაში თავის სამსახურში, მაგრამ ახლა ის უფრო ხშირად სტუმრობდა ოჯახს. მისი და დათოს გამოცდილებამ ასწავლა მას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახური კავშირების შენარჩუნება და ერთმანეთის მხარდაჭერა. თამარმა ასევე დაამყარა კონტაქტი ელენეს ვიადაძესთან, დათოს კიდევ ერთ მსხვერპლთან. ისინი გახდნენ მეგობრები და ახლა ერთად მუშაობდნენ, რათა დაეხმარებინათ სხვა ქალებს, რომლებიც მსგავს გამოცდილებებს გადიოდნენ. ერთ მშვენიერ საღამოს, როდესაც თამარი თავის ახალ ბინაში ისვენებდა, პატარა, მაგრამ მყუდრო ადგილში, რომელიც მან საკუთარი შემოსავლით იყიდა, მას დაურეკა ნატომ, მისმა ახლო მეგობარმა. თამარ, შენ უნდა ჩართო ტელევიზორი ახლავე. შენ ხარ მთავარ არხზე. თამარმა ჩართო ტელევიზორი და დაინახა, რომ მართლაც ეროვნულ არხზე გადიოდა რეპორტაჟი მისი ფონდის შესახებ. ჟურნალისტი ქალი საუბრობდა იმაზე, თუ როგორ გახდა თამარ ცხოვიძის ისტორია კატალიზატორი ცვლილებებისთვის, როგორ შთააგონა მან ათასობით ქალს, ესაუბრათ ძალადობაზე და ეძიათ დახმარება. რეპორტაჟი აჩვენებდა ინტერვიუებს რამდენიმე ქალთან, რომლებიც ფონდის დახმარებით გათავისუფლდნენ ძალადობრივი ურთიერთობებისგან. ისინი საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება უკეთესობისკენ, როგორ შეძლეს თავიდან დაეწყოთ ცხოვრება და ახალი მომავალი აეშენებინათ. თამარს გული აუჩუხდა ამ ისტორიების მოსმენისას. ის გრძნობდა, რომ მისი ტანჯვა არ იყო ამაო. მის გამოცდილებას მოჰქონდა პოზიტიური ცვლილებები, ეხმარებოდა სხვებს, რომ არ განეცადათ იგივე, რაც მან გადაიტანა. რეპორტაჟის ბოლოს ჟურნალისტმა პირდაპირ კამერაში თქვა, თამარ ცხოვიძის ისტორია გვიჩვენებს, რომ ერთ ადამიანსაც კი შეუძლია ცვლილებების მოტანა. მისი გამბედაობა ღიად ესაუბრა თავის გამოცდილებაზე, გახდა შთაგონება მრავალი ქალისთვის. ეს არის შეხსენება, რომ არავინ არ უნდა დარჩეს მარტო ძალადობის წინაშე და რომ ყველას აქვს უფლება იცხოვროს თავისუფლად და უსაფრთხოდ. თამარმა გამორთო ტელევიზორი და ფანჯარასთან მივიდა. ქალაქი ღამის სინათლეებით იყო განათებული და მან იგრძნო უცნაური სიმშვიდე. ბევრი რამ გადახდა თავს ბოლო წლის განმავლობაში, ტკივილი, ღალატი, ბრძოლა. მაგრამ ახლა პირველად ის გრძნობდა ნამდვილი მეცმომავლისადმი. ტელეფონი კვლავაც კრიალდა, ამჯერად მამამისი რეკავდა. ნახე რეპორტაჟი, თამარ უთხრა გიორგიმ, მისი ხმა ამაყობით იყო სავსე, შენ ხარ გასაოცარი. შენ არ მხოლოდ გადალახე ეს ყველაფერი, არამედ გადააქციე ეს გამოცდილება რაღაც პოზიტიურად. მე ძალიან ვამაყობ შენით. გმადლობ, მამა, ჩუმად უპასუხა თამარმა, მე მხოლოდ ვაკეთებ იმას, რაც მართებულია. ეს არის ზუსტად ის, რაც შენ ყოველთვის აკეთებდი, უპასუხა გიორგიმ, და ეს არის ის, რაც ყოველთვის გამორჩეულს გხდიდა. თამარი ცოტა ხანს კიდევ იდგა ფანჯარასთან მას შემდეგ, რაც ზარი დაასრულა. ის ფიქრობდა იმაზე, თუ რა გზა გაიარა, როგორ დაკარგა საკუთარი თავი და როგორ იპოვა ის კვლავ უფრო ძლიერი ვიდრე ოდესმე. ის ფიქრობდა ყველა იმ ქალზე, რომელიც ჯერ კიდევ ბრძოლის პროცესში იყო და იმაზე, თუ როგორ შეეძლო მათი დახმარება. მან იცოდა, რომ მისი მოგზაურობა არ იყო დასრულებული. ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო იყო გასაკეთებელი, ბევრი ცნობიერების ასამაღლებელი, ბევრი ადამიანის დასახმარებელი. მაგრამ მან ასევე იცოდა, რომ ის არ იყო მარტო ამ გზაზე. მას ჰყავდა მისი ოჯახი, მეგობრები და ახლა მთელი საზოგადოება, რომელიც მის გვერდით იდგა. თამარმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი ცხოვრების შემდეგი თავი იქნებოდა არა მხოლოდ საკუთარი თავის აღდგენა, არამედ სხვების დახმარებაც იმავე გზაზე. ის უკვე არ იყო მსხვერპლი, ის იყო ქალი, რომელმაც გადალახა შეუძლებელი და ახლა აძლიერებდა სხვებს, რომ იგივე გაეკეთებინათ. და როდესაც ის ამაზე ფიქრობდა, თამარმა მცირედ გაიღიმა. ის იყო თავისუფალი. ის იყო ძლიერი. და ის იყო მზად, რომ დაეწყო ცხოვრების ახალი თავი.